მარიოს აქვს აკვარიუმი, რომელიც არის მართკუთხა პრიზმა. და მისი ფუძე არის 15.6 სანტიმეტრი და 7.2 სანტიმეტრი. კარგი, მოდი ჯერ დავხაზოთ ეს აკვარიუმი და შემდეგ განვაგრძოთ დანარჩენი პირობა. ესე იგი, ფუძე გვეუბნებიან, რომ არის სიგრძით 15.6 სანტიმეტრი და სიგანით 7.2. დავხაზოთ ფუძე, ანუ მართკუთხედი, რადგან მართკუთხა პრიზმა გვაქვს, მართკუთხედი იქნება ფუძეში. ეს იყოს 15.6 და ეს იყოს 7.2. ნუ ასე დახრილად, იმიტომ ვხაზავ, რომ სინამდვილეში სამგანზომილებაში მინდა ამის დახატვა. ესე იგი, ეს არის ჩვენი ფუძე, რომელიც არის მართკუთხედი. ეხლა მივცეთ ამას სიმაღლეც, მესამე განზომილება, ანუ თქვათ ეს არის მისი სიმაღლე. ვცდილობ, რომ კარგად დავხატო, როგორი არის მართკუთხა პრიზმა. სხვადასხვა მართკუთხა პრიზმა იგივე არის, რაც მართკუთხა პარალელეპიპედი. მაგრამ ახლა ამაზე არ გვინდა. თითქმის დავამთავრე ჩვენი მართკუთხა პრიზმა, უბრალოდ ეს პატარა ზედმეტი დეტალიც მოვაშოროთ. ესეც ასე. და ვითომ მინისა, აუდნავ ამასაც გავაკეთებ. ძალიან კარგი. შემდეგ. ძირში ჩაყრილი არის პატარა კენჭები. ამ იმის ფსკერზე. და ვიცით, რომ წყალი არის ჩასხმული და სიმაღლე ამ წყლის არის 6.4 სანტიმეტრი. ანუ ეს აკვარიუმი რაღაც დონეზე სავსე არის წყლით და ფსკერიდან წყლის ზედაპირამდე მანძილი არის 6.4 სანტიმეტრი. ძალიან კარგი. ესე იგი, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყალი ამ სიმაღლეზე არის, როცა კენჭები ყრია ამ აკვარიუმის ფსკერზე. ეს არის 6.4 სანტიმეტრი სიმაღლე. მოდი გავაფერადებ ცოტა უკეთ. კარგი. ეს მანძილი მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის აკვარიუმის სიმაღლე, არის ფსკერიდან წყლის ზედაპირამდე მანძილი. ანუ წყლის სიმაღლე შეგვიძლია ესე ვთქვათ. მოკლედ ეს არის ზედაპირი წყლის. შემდეგ. ქვევოთ, მოდი დავხატავ პატარა კენჭებს და ეხლა რა არის? გვეუბნებიან, რომ როცა ამ კენჭებს ამოვიღებთ, წყლის სიმაღლე ეცემა 5.9 სანტიმეტრამდე. ესე იგი, კენჭების ამოღების შედეგად წყალი ეცემა 5.9 სანტიმეტр სიმაღლეზე. ანუ ოდნავ ჩადის ქვემოთ. ანუ ესე იგი, კენჭები როცა შიგნით ეწყო, წყლის ზონე ოდნავ უფრო აწეული იყო. ნუ რაც არ არის გასაკვირი ცხადი. კარგი, ესეც დავხაზეთ. ახალი სიმაღლე, როცა კენჭებს ამოვიღებთ, არის 5.9 სანტიმეტრი. და გვეკითხებიან, რა არის კენჭების მოცულობა? ანუ, რეალურად გვეკითხებიან რას? უნდა გავიგოთ მოცულობა რა, მოდი ესე ვთქვი. უნდა გავიგოთ მოცულობათა სხვაობა იმ ორ შემთხვევაში შორის, როცა ერთი წყალი არის 6.4 სანტიმეტრი სიმაღლეზე და მეორე წყალი არის 5.9 სანტიმეტრი სიმაღლეზე. და ასე რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამ მოცულობის, ანუ ამ ორი მოცულობათა სხვაობის ტოლი მოცულობა აქვს ამ კენჭების ერთობლიობას. ანუ ამ კენჭებს რო ჩავყრით წყალში, მაგდენი მოცულობით აიწევს წყლის, მოცულობა ისევ და ისევ. მოკლედ, იმედი არ დაგაბნიეთ, იმის თქმა მინდა უბრალოდ, რომ რა მოცულობისაც არის კენჭები ერთად, იმდენი მოცულობით მეტი გამოჩნდება წყალი ამ აკვარიუმში. ამიტომ რეალურად უნდა ვიპოვოთ უბრალოდ სხვაობა ამ ორ სიმაღლეს შორის, რაც უკვე ვიპოვეთ არის 0.5 სანტიმეტრი. ანუ სხვაობა ამ ორ სიმაღლეს შორის არის 0.5 და ახლა უნდა გავიგოთ ამ პატარა თხელი მართკუთხა პრიზმის მოცულობა. მოცულობა იქნება რა? უბრალოდ ისევ ფუძის ფართობი, იმიტომ რომ ფუძე არის იგივე ცხადია, ფუძე უნდა გავამრავლოთ ამ პატარა სიმაღლეზე. ანუ ეს პატარა სიმაღლე არის სხვაობა პირველ სიმაღლესა და მეორე სიმაღლეს შორის. და ეს სხვაობა არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ფუძის გამრავლება ამ სხვაობაზე მოგცემს იმ მოცულობას, რა მოცულობისაც არის კენჭები ერთად. ესე იგი, 15.6 არის ერთი გვერდი, 15.6 სანტიმეტრი არის ერთი გვერდი, 7.2 სანტიმეტრი არის მეორე გვერდი. ეს არის მეორე და სიმაღლე არის 0.5 სანტიმეტრი. 0.5 სანტიმეტრი. ძალიან კარგი. მოცულობა რომ ვიპოვოთ, უნდა გავამრავლოთ ესენი უბრალოდ ერთმანეთზე. და, ისევ და ისევ ამ პატარა მართკუთხა პრიზმის მოცულობა იქნება კენჭების მოცულობა, კენჭების ჯამური მოცულობა. ესე იგი, დავწეროთ 15.6. მოდი დავწერო რომ მოცულობა უდრის 15.6. გამრავლებული 7.2-ზე და გამრავლებული 0.5-ზე.
ერთი ნაწილი ძალიან მარტივია და ზეპირადაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის სანტიმეტრი კუბი. ზეპირადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 7.2 გამრავლებული 0.5-ზე არის 3.6. 3.6 არის ეს. ესე იგი, რეალურად 15.6 ვამრავლებთ 3.6-ზე. 15.6 გამრავლებული 3.6-ზე. ნუ ეს ზეპირად უკვე არა მარტივია, ამიტომ მოდი ქვეშ მიწერით გავამრავლოთ. ესე იგი 15.6 გამრავლებული 3.6-ზე. 3.6. დავიწყოთ 6/6 არის 36, 6/3 ვიმახსოვრებთ. 6/5 30 + 3 არის 33, 3 ვიმახსოვრებთ ისევ. 1/6 არის 6 + 3 არის 9. ახლა მეორე. აქ 0 დავწეროთ. 3/6 18, ანუ ერთეულებზე ვამრავლებთ უკვე ცხადია, მაგრამ ჯერ არ ვაქცევთ ყურადღებას, ჯერ ჩვეულებრივი რიცხვები ვითვაკეთებთ. 1 ვიმახსოვრებთ ზემოთ, 3-ები აღარ გვინდა. 3/5 15 + 1 16, 1 დავიმახსოვრეთ, 3/1 3 + 1 4. 6 და 0 6, 3 და 8 11, 1 ვიმახსოვრებთ, 1 9 და 6 16, 1 ვიმახსოვრებთ, 1 და 4 5. ესე იგი, ეს რო იყოს 156 და 36, მაშინ პასუხი იქნებოდა მართლაც 5616, მაგრამ ორივე არის სინამდვილეში მეათედები, ანუ 15.6 და 3.6. რადგან ორი ციფრი გვაქვს 10 წილადის წერტილის მარჯვნივ, ამიტომ ახლაც ორი ციფრი გვექნება 10 წილადის წერტილის მარჯვნივ. ესე იგი, მოცულობა არის 56.16 კუბური სანტიმეტრი.